მოგესალმებით. ჩვენს თუ დღე აი უკვე სამ სიტყვაზე ავეთ, კაია. კაია. ანუ ეს ამას ქვია პროგრესი. გეომეტრიული პროგრესია. გამრავლდა. ხო, ან ფიბონაჩის თეორემა. ნახოთ, აბა ეხა 7-ზე თუ ახვალ. 7-ზე თუ ახვალ ფიბონაჩია. მიდება? 7-ზე 2-ზე. მზი? მოგესალმებით. ჩვენ თუ თქვენს ეკრანებზე ჩანვართ, ესე იგი Cooling Breaks უყურებთ. დღეს ეს გადაცემა იწერება დიდგორი ბარში, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუთხით. 19 ბიჭო! 19 ბიჭო! სუ! მოგესალმებით. ჩვენ თუ დღეს თქვენს ეკრანებზე ჩანვართ, ესე იგი Cooling Breaks უყურებთ. ეს გადაცემა იწერება დიდგორი ბარში, რისთვისაც მადლობას ვუხდით სივრცეს პირველ რიგში რომ გამოგიყო, ვისაც სურვილი გაქვთ, ყველა ძალიან მოგეწონება, ძალიან კაი სივრცე არის. შეგიძლიათ მოხვიდეთ, კარგად ჭამოთ, კარგად და აუ, ლობიანი ასწორ, ბოჭ ჩაგედა. ლობიანი ასწორ ეს მაგრა. და არა ამის პასუხია ლობიანის და დღეს ჩვენი სტუმარი არის იუმორისტი ვახო ბოლოთაშვილი. მადლობა ვახო. ბრავო, დიდი მადლობა პირველ რიგში დავით აღმაშენებელს, რომელმაც დიდგორი ბრძოლა მოიგო და ამბარ დიდგორი ქვია. როცა ეგო ერქმევა და ჰელფილჰენკ ჩუჟუკ რაღაცა ერქმევა და მადლობა დავით აღმაშენებელს. აი გადაცემა გამოგვივა თან. კი ბატონო, კი ბატონო. ჩავარტყა ჩვენი უცნობი სასმელი, რომელიც არ ვიცით, იმიტომ რომ ხო, სასმლის. კი ბატონო. ამაში მეგობრებო, Coca-Cola გვისხია, ამაში ესეთ ჭიქაში, პირველ დასხავთ Coca-Cola ესეთ ჭიქაში და მადლობა. всё, დავიწყეთ? მაშინ ფეხბურთს გავუმარჯოს. გაუმარჯოი. ეს აქ არის ბრენდი, ეგრეთ წოდებული კონიაკს რო ეძახიან ეგ. ოიბე. აუ. წავედით. ხოჭი კონიაკი. რითი ვიწყებთ ახლა ამ თემას? გამარჯობთ. ხოჭი. ნახე. თქვი, კონიაკი არის მარტო ისა. საფრანგეთში მოყვანილი კონიაკი. დანარჩენი ყველა არის ბრენდი. ეხლა სომხეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ კონიაკს ნუ ეძახით, ანუ აი ეს ხოჭი ეს რო ლაპარაკობდნენ სომხეთის პრეზიდენტმა. ბოი რო გეთქვენ. აი მე მეგონა სტერეოტიპი იყო, მაგრამ ეს სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანმა დამარწმუნა, რომ არ არის თუნე. ძალიან მაგარი კაცი არის. კი, მიყვარს. TikTok-ს უყურებ ფაშინიანის? Instagram-ზე არ ყავს გამოწერილი, რომ დანეს კესირუმენე, დანეს კესირუმენე. აი ეგ მაგას უყურე დალაიქებული. რაღა პოლიტიკის რაღა პასუხი არის და აი ეგ კაც ჩემს ინფლუენსერია პოლიტიკოსი, მაგარი კაცი. შორის კარგი ინფლუენსერი. მაგრამ მიყვარს. რა მითხრა იცი? პაუკის ფანი ხარ. დიახ. აი მაგაზე მინდა რომ მებაზრო. მაგარია პაუკი ასწორებს. პაუკს ერთ-ერთი მინუსი რაც აქვს, კლუბის რუსეთოვე პრეზიდენტია, რომელიც ხოთშორის საქართველოში დაბადებულია. ეგრეთ წოდებული პონტიელ ბერძნებს ეძახიან რა. პონტიელი ბერძნები არიან. პონტო არის შავი ზღვა. ხო. და პონტიელი ბერძნები არიან შავი ზღვის პირას დაბადებული ბერძნები რა. ეს იქნება ეს უკრაინა, საქართველო, აქვეა თურქეთი. აი აქ დაბადებული ბერძნები არიან პონტიელები და საქართველოში დაბადებული ბერძენია, რომელიც რუსეთის პარლამენტში იყო მერე და აქვს ტელევიზია რა, იქ საბედნეში და სხვადასხვა სადაც პრორუსულ ნარატივებს ატარებდა, აი რუსეთის უკრაინის ომი რო დაიწყო. ძალიან ცუდ რაღაცებს ლაპარაკობდა რა და მე იქ მთელი ჟურნალისტიკა რაღაცა აღუდგნენ, რომ ეს რუსეთუმეო და შეკვეთილ რაღაცებს fake news-ებს გვავალებს, რომ ვთქვათ უკრაინის შესახებო და მე ბოდიში მოიხადა და კაი მაშინ მოდი ობიექტური ნიუსები გააჟღერეთო რა, შეკვეთილი რაღაცები აღარ იყოს და შენ და პაუკის ზმაკაცობას არის. ჩემი სალონიკში ვცხოვრობდი, თესალონიკში. და მე დედაჩემი ვისთანაც მუშაობდა, იმათი შვილები იყვნენ პაუკის ფანები და მევასებოდა რა. მოგედო პაუკი. ძალიან მევასებოდა, იმიტომ რომ დავდიოდი თან პატარა 4 წლის რო ვიყავ 5 წლის 6 წლის, დავდიოდი ხოლმე პაუკის თამაშებზე და მაგრამ მევასებოდა რა. და რა უნდა მითხრა, იცი რომ აი პაუკის თამაშებზე დადიოდი. შესაბამისად იქ ატმოსფერო იცი რა და მაგარი ხდება. აი ყურე ხალხო, აი სინქრონში მღერიან სიმღერებს აი რამდენს იცი? ჩვენ ხო ამბობთ ხოლმე რომ ქართველები მომღერალიერი ვართ რაღაც, მაგრამ ბიჭო რო უსმენ ხოლმე გინდა ლივერპულის ფანებს, გინდა რაღაცა სხვადასხვა თურქ ფანებს, რაღაცებს რომ ბიჭო რა ვიცი, ჩვენ თუ მომღერალიერი ვართ, ჰიმნი როგორ ვისწავლეთ? ჰიმნი რა. ბოლოს ხო გამოვასწორე. არა, აი უყურე ნახევარ სტადიონი. მოდის და ორ ზღვაშუა ბრწყინდება
დადი აი აქ შუგერშლება მამა სუმღერს დიდება საქართველოს სიმღერა ცისკრის აი ეს აი ორ მომენტში ვერა ცისკრის ვარსკვლავია მოდი აქაც გვეშლება და ანუ ორი ადგილია სადაც ვურევთ მაგრა რა და ბოლოს რომ თავდება უბრალია ეს ფედერაციის რატო არ არის ზუაშვილი ჩვენს გვერდ ანუ ყურეთ მართლა რა გიყურე ეთქე აი მე არა ვარ სპორტის ექსპერტი მაგრამ მუსიკის შეიძლება აი უყურეთ რას ვამბობ ხო შეიძლება რომ ჰიმნი აი მეგობრებო ხო არის საუბარი რომ ეს გართან მოდგა შემოდგა ამაზე ხო არის საუბარი ჰიმნზე ჰიმნზეა საუბარი ანუ ჰიმნი უნდა ვიცოდეთ ყველამ რა აი პირველი სიმღერა რასაც ქართველი უნდა სწავლობდეს არის ჰიმნი საქართველოს ჰიმნი იმიტომ რომ ჩვენი ღირებულებები რა არის ჩვენი დროშა ჩვენი რწმენა ენა გერბი ჰიმნი ტრადიციები და ასე შემდეგ ხო საწმენო ზოგს ჯერა ზოგს არა კაცო ღმერთმა ხელი მომართოს კაცო ყველა თავის საქმე აქვს ხო მაგრამ მაინც პატრიონას წეს და აი ჰიმნი უნდა იცოდეს ყველამ აი მე ერთი ჭიქადავლე მომეკიდა ხო და ანუ ჰიმნი რო გეშლება ძმა ორჯერ ან მარცვალი ამოვაკლოთ ჰიმნს ხო და აი ეგ ან ვისწავლოთ ჰიმნი და ბიჭო რო გვაქვს პრეტენზია რომ მუსიკალური ერი ვართ თურქები როგორ უჯობნიან ხალხო თურქებს უყურეთ როგორ მღერიან ხოლმე სიმღერებს და მე ხვდებით რომ თურქებმა ვერ უნდა გვაჯობონ ჩვენ სადაც აი ნუცა ბუზელაძე ვოიში რო გავიდა დაიშოკნენ და ნუცა ბუზელაძე საქართველოში საშუალო დონის მომღერალია ჩემი აზრით აუ რა თამამი განცხადება არის ხა სად ნუცა ბუზელაძე სად გურგულია გურგული არის ხო ეს ინოლა გურგული ხო თამამდგა სხვა არის ხო და აი პაუგზე მინდოდა რომ გეთქვა რა კიდე რა რომ აი ძალიან უცნაურია რა მე ძალიან მიყვარს ეგეთი რატო უცნაური დავიბადე თესალონიკში ჩემი 200 მეტრში იყო პაოკის სტადიონი დავდები პაოკზე აბა მანჩესტერის ფანი ხარ უკნე მაგა დედაშევეცი მაგათი მანჩესტერის ფანი ვიყავ იდეაში მე მანჩესტერის ფანი მეც ბეკემის გამო შენ მე არ ვიცი შენ ამას წეს სწავლა შენ ბეკემი არ გეწევი აუ რა ნაცნობი დიალოგი არის მე ბეკემი მე ვიყავი ბეკემი და რუდვან ნისტელროის მე ბეკემი არ მევასე აი მაგიტო არის ფეხბურთი ჯიგარი ხო და შენი საყვარელი იგროკი მაინც მითხარი პაოკის ხო ყველაზე მეტად ვინ გიყვარდა და ვინ გიყვარს პაოკის ფეხბურთელი ეხლა მიყვარს გოშტელიანი ჯიგარი ხო რა ვიცი გითხრა ამაზე მე ხო ანუ მეკარე ქართული თამაშობს პაოკში ბოლო გოშტელიანი არის კაცო გუგეშაშვილი ვაიმე რა გოშტელიანი ვაიმე გოშტელიანმა პენალტი აიღო გუშინ წითელი აიღო იბერიას თამაშზე ტვინში ჩამშებოდა კარგია რომ ეროვნულ ლიგას უყურე რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ხო რომ მივიდეთ თუნდაც საბერძნეთის დონეზე ან ფანობით ან შედეგებით შენი აზრით ეკონომიკა უნდა მოიხოდოს სხვა გზა არ არის ანუ რავი რავი უნდა გააჭამ ეგ მე რო ვიცოდი ჩემო ვაკი არ ვიждებოდი ვიждებოდი აი სადაც მე ვარ გულშემატკივარი არც ექსპერტი ვარ ჩემო ძმაო არც პრეტენზია მაქვს ექსპერტობაზე ხო არის პოლიტიკა და სპორტის რო იცის ყველას აქვს პრეტენზია აი მე აი აგერ გეუბნებით პოლიტიკა ვიცი ფეხბურთის გარყმაში არა ვარ აგერ მე ვარ ფანი გულშემატკივარი მისწორდება ყურება ღადაობა მაიმუნობა რაღაცა დონეზე დაგელაპარაკები რაღაცა UFC-ზე მაქვს პრეტენზია რომ ვიცი მაგაზე ვაპირებდი გადასვლას ახლა ზუსტად UFC ვიცი აქვე დავამატებ რომ უმარმო ვერ ქლიავი ზუსტად მაშინ მოდი რა ვქნათ იცი თითო ჭიქა დავლიოთ შენ დალიე მე გიგულშემატკივრებ ეს მე ამოჭრა თვითონ ვახოთ ხო ეხლა მეგობრებო ამ ნაწილს ამოჭრან ვითომ მისხავს იმიტომ რომ აქედან მიდივარ მეორე ჩაწერას ეს რო დავლიო დავთვრებ იმიტომ რომ ერთი ჭიქა დავლიო და უკვე დავთვრენ და გულშემატკივრებ ხო და მოდი რა გადავდივართ MMA-ზე ილიას მერაბს გიგას ყველა იმ ქართველს ვინც ჩვენამდე MMA მოაქვს ისე რა მოდი გურამ ქუთაძელაძეს გავუმოჯოს რომელიც UFC-დან რუსეთის ლიგას წავიდა რახნას არა სხვა გზა არ ქონდა მეგობრებო ვაღიაროთ მოდი გურამი არის ძალიან ნიჭიერი ძალიან უბრალოდ კარიერაში არ გაუმართლა და ჩემი აზრით გურამ ქუთაძელაძე უფრო ნიჭიერი მწვრთნელი მაგის თმამინდოდა კი დედას აი უფრო მაგარი კუთხეა ბრძოლის IQ მაგარი აქვს რა ძალიან გურამს გაუმარჯოს გადავიდეთ MMA-ზე, UFC-ზე. ქლიავი არის ომარ ნურმაგომედოვიო. მე მაგაში გეთანხმები. მაგ აი ქლიავებს ხო შუს გადაჭხოვს. მაგრამ აი ხო ბოლო ჭხოვზე გამოჩნდა რომ ტიპს მაგარი ამტანობა აქვს. მაგარი მებრძოლი არის. 3 რაუნდის მერე ინგლისური დავიწყო. მე გეტყვეს რაღაცას. რო არ იყოს მერაბი იმ წონის ჩემპიონი. შეიძლება ომარი ყოფილიყო რა, იმიტომ რომ სხვებზე აუცილებლად მოუგებდა. იქნებოდა ომარი. უნდა კითხვა ეს პირდაპირ ამ კითხვას ვიწყებასი. წინასტომართანაც ასე და ვაპირებ რომ ყველა
MMA-შნიკთა რა, MMA-ის მოყვარულთან ამ კითხვით დავიწყო. აი, რაშმორის მთა წარმოიდგინე რა. ხო, რა თქმა უნდა. სამი ტიპი არის რა, ანდერსონ სილვა, ჯონ ჯოუნსი, GSP. მეოთხე მერაბ დვალიშვილი რატო არ არის, ან რატო ვერ იქნება კარიერის ბოლოს, ან მე ჯონ ჯონს ამოვაგდოდი მაგედან. აუ. კი. ჯონ ჯონს მაგრამ ჩავშოდი დიმეტრიუს ჯონსონს. აი, ჯონ ჯონს რატო გეტყვი? უყურეთ რა ხდება. ჩემთვის ჯონ ჯონსი ამას კი თქვი, მაგრამ უყურეთ რა ხდება. ყველა დროის საუკეთესო, როდესაც ხარ ყველაზე რთული ბრძოლა არ უნდა მოიგო, ასე ვთქვათ, დოპინგის ხარჯზე, რომელიც მოხდა კორმიესთან მეგობრებო რა, ის ტუნტულა რო არის დაღესტნის პროცესულო კოს მაგაცემ აქ საუბარ, ხო ისიც? სუმხიარული კაცი რო ვითომ ყველასგან რო კარგად არის, მაგრამ დაღესტნის პროცესის მოყოლილი რო არის. ფოტო ამოვალა. დისი რა. ეგ არის იმენა ვაზელინი პროჭი. მაგრამ ზა ლეგენდაა რა, შეიძლება ლეგენდების პროჭები იყვნენ მეგობრებო, შეიძლება ეგ არ არის პრობლემა. ხდება ეგრეთ. ხო რა, ხდება. ჩვენს ყავს ქართულ სპორტში ყავს პროჭის მოყოლილი ლეგენდები. ხო და იმითმა ხო რა ვინც აუნა იყოს ხელისუფლება იქნება თუ რაღაცა ყველა სპორტში აპრიორი კაი ტიპს არ ნიშნავს სპორტში. ხო ხო ამიტომ 2-2 4 არის ან მარტივი არის. მაგაზე თავისება ხო გვიჭის ქართველებს მაგრა გვიჭის რომ შეიძლება თავის სპორტში ტიპი ლეგენდაა მიყვარს მაგრამ რავი ისე დებილია პერდონა რო აიღო რა ყველას გვევასება მაგრამ ძალიან ცუდი კაცი იყო. პაბლო ესკობართან ერთად ციხეში ფიდელ კასტროსთან ძმა კაცობდა ახლა. სექს მუშაკებს უბაბანებდა ციხეში პაბლო ესკობართან ერთად და პაბლო ესკობართან ერთად რო ციხეში სექს მუშაკებთან გაქვს სექსი, არ ხარ კაი ადამიანი, ხო? ფიდელ კასტროსთან ძმა კაცო. ხო, კადიროვთან ძმა კაცო. ანუ კაი ფიდელ კასტროზე შეიძლება შეხედულება გქონდეს რომ ამერიკას ატარა. ფიდელ კასტრო კაი. ჩვენცი კუბა ლიბრე იცის ასმელი? როგორ არ ვიცი? კუბა ლიბრე. ხოთმის მიყვარს კიდე. ხო, კუბა ლიბრე ხო იცი როგორ მზადდება? რომი და კოკაკოლა. კი ბატონო. კუბაში რომ მზადდება რომი და რაღაცა. იმიტომ რომ კოკაკოლა არ შედის ამერიკაში. ხო, იმიტომ რომ კაპიტალისტური ნაწარმია. ნაწარმია არის. მარადონას ის არის მანდაც. ხო, მარადონას ბიჭო მაგათ მესი რომ პეპსის სახე არის, ხო შეიძლება რომ მაგის ბრალიც არის. შენი აზრით, აი პროცესი. მე პეპსი არ არის კაპიტალისტური თუ რა ხდება. ხო, მაგრამ არა, ვიცი მაგა იმის რა, თეზისის. რო აი თვითონ კოკაკოლა არის რაღაცა კაპიტალისტური. არგენტინელებიც ხო კაი გიჟი ნაროდი არის რა მასწრიფ და მაგას ვფიქრობდი სულ. ან ჯიგარი ხარო კი? შენ ცოტა საბჭოთა კავშირში პეპსი იყო და კოკაკოლა არა. ხო. არა და ორივე ამერიკულია. და რატო იყო პეპსი? არ ვიცი. თან ყველაზე ღდავარი ის არის. ვინც ისე დაგვიწერეთ კომენტარებში ახლა ის უნდა და პეპსი უფრო მეტ შოულობს, იცი? იასნია, მესი ყავს მომს. მესი არა, მესი რა შოე. მესიზე რა მაგარი რაღაც ვიბაზრეთ, ეგ თქვათ მომაღლა? კი. ანუ სატახანში თქვა, თქო ჯერ გეხოცები? გეტყვი. მე რა ბდვალიშვილზე მითხარი რა? პეპსი შოულობს 15-20 მილიარდით მეტს, ვიდრე კოკაკოლა, ანუ ის უფრო კაპიტალისტურია. ბიჭო, მე რა ბდვალიშვილს აიყურე, უმარმა გონდა, მამეგობრებო, მოიგო. 3 რაუნდიანი ბრძოლა. ბაუტისტასთან. თუ ვერ სუნთქავდა. ხო, ვერ სუნთქავდა ერთია, მაგრამ ჰა? ინტერვიუ. ხო, მაგრამ 3 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ არ გაქვს უფლება რომ მოითხოვო საჩემპიონო ბრძოლა, იმიტომ რომ ყურეთ, ილია თოფურია ადამიანი, რომელიც ფინიშერი იყო და სახესახებოდა ყველას, ხო? ეგ ნოკაუტები ქონდა, დახრჩობები რაღაცეები. საჩემპიონო ბრძოლის წინ თოფურიას მისცეს 5 რაუნდიანი ჯოშ ემეტი. და ილია თოფურია მე როგორც მითხრეს MMA-ის რამოდენიმე მებრძოლმა მათი თოფურიამ როგორ ვერ დაანოკაუტა ემეტი მეთქი და ემეტის დანოკაუტება თოფურიას უკვე მეორე რაუნდში შეეძლო, მაგრამ არ დაანოკაუტა, იმიტომ რომ საჩემპიონო ბრძოლის წინო უმაღლესი დონის ბრძოლა ჭირდებოდა 5 რაუნდიანიო რა. თან ჯოშემეტის დანოკაუტება ოდიში გაწყვეტინებ რა. ჯოშემეტი მე ძალიან მიყვარს. დახრჩობა შეელო. კი, ნახე, იქ მომენტები არის რაღაცეები, რასაც ანუ შენ რასაც ანუ განა გეწინააღმდეგები მაგაში კაცო. მე არ მისაუბრია რა. ჩემი თეორია არცა იქ. ჩემი ის არის რა, ნახე, მე მაგალითად თვლი რომ ჯოშემეტი არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასანოკაუტებელი ტიპი მაგ ზონაში. ნოკაუტზე კი. ქვა არის. აი თოფურიამ რაც უტყა, მაგ ტიპს 5 რაუნდი ილია თოფურიამ ცემა. აი ხა წარმოიდგინე ნებისმიერი ტიპი დედამიწაზე ილიას ტოლსტოი ოღონდ რა. ხარო ხა ფრენსის ნგანუ შეიძლება ურყას მაგდენი და ვერ გათიშოს, მაგრამ აი ხა ჯოშემეტი არის ძალიან ძლიერი და მაგარი ყბის მქონე ტიპი რა. უეჭველი და მაგიტო ვერ გათიშა ილიამ ჩემი აზრით. და მეორე რაუნდში უნდა და უკვე გათიშოს შემიძლია რა. მაგრამ მეორე რაუნდში უკვე მაგარი ინფო არის. ნოკაუტ პაუერი აღარ ქონდა იმ ხელა ილია თოფურიას რომ გაეთიშა რა. იმიტომ რომ უკვე ილიას დაიღალა, მაგრამ იცი რა? აი მაგის ამჯი. ხო მე რა მეთქე იცი? 5 რაუნდიანი ბრძოლა ილიას უნდაო. ანუ იცოდაო რომ შემდეგ იქნებოდა ვოლკანოვსკიო, იცოდაო რომ ამ ბრძოლას მოიგებდაო
და 5 რაუნდი იბრძოლა, ანახა მთელს მსოფლიოს რომ მე მაგარი კარდიო მაქვს, მე 5 რაუნდს აგერ მოვიგებ. მაგრამ მე 5 რაუნდში გქონდა ილიას რო უყურო ბრძოლას. ჩალიჩობს რომ დაანოკაუტოს რა, იდეაში რომ დააგრძელოს. ო, მე-5 რაუნდში კი. ო, მაგრამ ის იმენა აღარ დაანოკაუტდა მე რა, იმიტომ რომ უკვე რაღაცა რა ვიცი, ყველა ეს გაეთიშა გრძნობელობა რაღაც ხوازე ხა რა. რა მე მეგონა რომ პროსტა რა ვიცი, არის ლოგიკა მაგაში. იმიტომ არის ლოგიკა რომ სადაც სამ ლეგენდას ანოკაუტებდა ემეტსვე რა არ ჯდება ლოგიკაში, ხო? ძალიან კაი არის. ახალაზეც საუბრობთ რა, კაი თემა არის ზოგადად სალაპარაკო და მე არასდროს არ მომწყინდება მაგაზე ლაპარაკი და ილია თოფურიაზე ლაპარაკიც არ მომწყინდება არასდროს, იმიტომ რომ ვთვლი რომ ზოგადად MMA-ის აყავს ილიასნაირი ტიპი ნანახი აქამდე რა, ეგეთი რომ მოჭიდავის ბაზით ტიპს რომელსაც შეუძლია მიწაზე გაგუდოს და ოლივეირასთან ხომ ნახეთ რა მაგის ჭიდაობის მთელი რაღაცა, მაგრამ თუ ჭიდაობაზე მივდივართ, ჩემი აზრით თელს UFC-ში ყველაზე მაგარი მოჭიდავე ყავს ქართველი ახლა. და შეიძლება ჩიმავი იყოს უფრო კაი მოჭიდავე, მაგრამ არა მე ხო გრეპლერი კი და მოჭიდავე არა. აი არ ვიცი ზუსტად რა, აი მაინტერესებს. თან მაგეთ ბრძოლა შეიძლება შედგეს წი? ჩიმავი დვალიშვილი? კი, არა. დოლიძეზე ამბო? დვალიშვილზე თქვი მე თოფური. მე დვალიშვილზე წავედი იმენა. დვალიშვილი არა ეგეთ კაი მოჭიდავე. კონტროლერი უფრო. იქ მოჭიდავე უფრო კაი არის, პროსტა გრეპლერი არ არის ჩემი აზრით. აი ვან დვალიშვილი კარგად ააკონტროლებს უფრო. რა არის? რაო? ნახე ილია თოფურიას ის არის რა. ხოლმე რაღაც ახალი მოდის, რაღაც ისეთი, რაც ასევე აჩვენებს ვინ ვარ თუნდაც ოქტაგონის გარეთ დილითაც საათზე გავაზიარებ რაღაცას, რაც ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს. ანუ კრივზე არის ესე იგი ანონსი, რომ საბოლოოდ კრივში მიიღეს მონაწილეობას ოქტაგონის გარეთ მაგას ნიშნავს. ოქტაგონის გარეთ რას წარმოადგენს, ესე იგი კრივში ჩანიშნავს ბრძოლას? ხო, ავი, არის ვერაფერზე ვერ მივდივარ, აი ახლა უცებ ერთ სადღაც 4-5 წამით ვცადე რომ ესპანეთში. არა, ვინდა ვინ ვარ ოქტაგონის გარეთ? შეიძლება ეგეც იყოს ხო, რომ ვინ ვარ ოქტაგონის გარეთ შეიძლება ნიშნავდეს, რომ UFC ჩადის ესპანეთში. შეიძლება, ორი ვარიანტია, ან UFC ჩაიტანა მადრიდში, რაც უნდა და მაგრამ ილია ხო მაგ ივენტზე ჰედლაინერი არის უეჭველი. ხო, აბა მადრიდში ახლა ივენტი ჩატარდეს და ილია მან დარიჩხუბოს პონტი არა. ნუ მე ვარ ვიქნები უეჭველი ვიცი. არც მე. ხო. არა, შენზე ვერ ვიტყვი ეგრეთ ამამად. რატო? დაით შენ რა ხდება? ბიჭო, რატო ანუ უყურე მე მე შეიძლება. რატო ეგეთ დაბალ თვით შეფასება? თვით შეფასება არ მაქვს, პროსტა ვიცი რომ ანუ მე არ მინდა იყოფნა. არ შეიძლება მეგობრებო უყვეთ ეს არ შეიძლება რა ეს. ანუ შენ мотиваციას უკარგავ ხალხს რა იცი რომ შენ ვერ იქნები ჰედლაინერი. მე არ მინდა რომ ვიყო ჰედლაინერი. რატო? ბიჭო მილიონებს აიღებ. შემონ მილიონებს აიღებ. შენ რა გიჩვენ? კლავენ არ მეყოფა წამოდი. აი დილემა. აი მე ვიცი რის თქმა გინდა. მაქს ჰოლოვეის ეჩხუბები რა. არასდროს. ეთიძე. მაქს ჰოლოვეის ეჩხუბები და შანსი არ არის. მოვიდა ჰოლოვეი და რა დაგაგდო გაქთიშა ნოკაუტ ჩაგაგდო რა. მაგრამ რა გინდა ძმო $300,000 აიღე. ვიცი რა არის? ყველაზე ცუდი მომენტი. რო არ გავითიშო. უეჭვე დაგენძლები გაითიშები. მოდი აი პიდე. არ მინდა. შენ მაქს ჰოლოვეის თუ მომიყვან, გადაცემაში დამიჯინე და მერე გამთიშოს. არა, კაცო ბიჭო, უკეთესია გადაცემაში რომ დაგისვა ჰოლოვეი მაქსიმუმ რამდენი უნდა იშოვო. აი მაქსიმუმ რომელიღაც კომპანიას ხო იცი რა მე ჰოლოვეი მეყოლება გადაცემაში და შენ წვენს დავალევინებ და ფული მომეცი $1,000 აი $3,000 იმათაც გითხარ რომ ჰოლოვეი ვინ არის ჰოლოვეი კაცო ჰოლოვეი დედას მოტყანი ნინი ბადურაშვილი და მისი ხანა მაგას გეტყვიან ნინი ბადურაშვილსაც მოვიყვან კაცო მოიყვან ნინი ბადურაშვილი ნიოდოს კაი გოგო ხო და ჩვენ გადაცემას უყურებს რაც ეჩვენა კაბატონი ეხლა თუ ჩვენ გადაცემას უყურებთ მორზანს რა ხო და ჰოლოვეიმ რო დაგანოკაუტო $300,000 მოგცემ პირობით და $100,000 მოგცემ. შენ ცხოვრება, შენ რასაც საქმიანობ ახლა. აი შენი ყოველდღიურობით $100,000-თან ახლა შეშოვო შენი აზრით. შეიძლება. ხო, და იმან შეიძლება 20 წამში იშოვო, ძმა, რაგადან? და $100,000. ხო, როდან ბრიდოს? არ დაგბრიდავს, კაც მე ვარ ატვეჩაი. ვა, დამაფიქრე ხო იცი. აი რა უნდა დაგარტყოს ეგეთ რომ დაიბრიდო, კაი რა. აი მეგობრებო, ხა ეს ეძაწმაში დაიბრიდება? აი შანსი არა. ხო, მაგრამ მაქს ჰოლოვეი გირწყავს რა. კაცო ყურე მოგიტყვი. აი მაგრამ ჰოლოვეის ეგეთი ნოკაუტ ფაუერი არა აქვს. აუ მართლა დაარტყან რა ამას რა ეთი. არის ეს ყურე მოზე რო ხო ეს გაკეთე. მაქს ჰოლოვეი თუ ჩვენს გადაცემას უყურებს შეგიძლია. ხო, აი ეს მიდი. მას რინგზე აი ეს მიდი და ეს მიდი რო შემოგატყავს აქაც რომ მოგხვდეს, აქაც რომ მოგხვდეს და ეს და ანუ მაგაზე კაცო შეიძლება ძალიან პრობლემა შეგექმნას.
თან ჰოლოვეის რა არა აქ, იცი? შეიძლება ესო დავარდე, არ დაამატებს, თოფურია ხო მიდის დაამატებს. შენი დედაშევის ხო ამატებს, ხო ოლივერ ესე იყო და მაინც დაამატებს. ნაბოზარ. ბიჭო, არ უნდა დაამატოს. უნდა დაატონ და ხო, დაამატოს. აი, მაგაზე თქვა ყველაზე ნაღდი ნეიდიას მამის მასვიდალმა რა. მასვიდალი რო ტიპს მოხლით შეაფრინდა, ხო გახსოვს? და რო გათიშა და მე რო უკვე მკვდარ ტიპს ზემოდან უთხრამს. ძალიან მაგარი რაღაცა თქვა რო ბიჭო, ეგ არის ჩემი საქმე, მე ერთ ტიპი თუ არ გავთიშე ადგება და შეიძლება მე ჩხუბი მომიგოს. მაგის გამო წავუგია ქართულ მემწველს ხო მახსოვს ხალხს შორის არა. რო არ და ფინიში. მე მემხრობი მაგას რომ ანუ სპორტი გაძლევს რა მაგის საშუალებას რომ ტიპი გათიშო. აი ახლა ბაუტისტა უმანურ მოგომედოვი რო იყო. ბაუტისტამ ძალიან მაგარ ნოკდაუნში გაუჩვა, ხო? და პროსტა უბრალოდ ვეღარ მოასწრო ჩასვლა და დანო და ფინიშოთ რა, მან აი ნოკდაუნში იყო. მაგრამ ეგ დაკმა რო ჭამა ეგეს. აუ, მაგის გამო მაგარი შეჭამოს, აუ. ძალიან მაგარია. მუხლი რო ხდება, თან ტეიქდაუნზე რა ინერციით ჩადიხარ, ხო? ბახტი, მამუხლი დაგახოთ რა გადაჭი, კაი. მოდი რა, შენ ახარ იუმორისტი, ჩემოვახო და აი ხარ, ჩემო კარგო ადამიანო. იუმორისტი ხარ, და მინდა რომ ახლა იუმორის საზღვრებზე ვთქვათ და თან ერთ კითხვაზე უნდა გადავიდეთ, რომელიც ალბათ თვლი რომ ამ გადაცემაში ყველაზე მაგარი კითხვა იქნება. გამომარჯოს. გამომარჯოს. იუმორი ხარ გქით ხა? ხო. რატო? რატო დანახე? შენ ხო იუმორისტი ხარ? ნე. კითხვა მაქვს ასეთი, აი, სპორტსმენებიდან ყველაზე კაი იუმორი ვის აქვს? ყველაზე კაი იუმორი ვის აქვს? ან შენი აზრით, ვისაც იცნობ ვისა? და ვისაც არ იცნობ, ყველაზე კარგი იუმორისტი ვინ იქნებოდა? ოღონდ იუმორისტი იმედ. ყველაზე კარგი იუმორი აქვს MMA-ის მებრძოლს ჩაილ სონენს, ჩემი აზრით. და მაკგრეგორს. მაგორ ძალიან კარგი იუმორი აქვს, რა, რო უსტების თემაში, რა, აი, ჩაილ სონენი ძალიან მაგარი იყო, რა, რომ ახსოვს, აი რაღაცებს ამობდა ხოლმე. და ეს ფეხბურთში არ მახსენდება ეს ძალიან კარგი იუმორი რო აქვს ეგეთი. შოთი. ეგენი ხო ახლა თქმა უნდა, მაგრამ უცხოელს ვიხსენებ. უცხოელს ვერ ვიხსენებ. მე მგონი უცხოელებიდან რაღაცა იყო, რომ ძალიან კარგად ხატავდა და ვერ ვიხსენებ ვინ ხატავდა კარგად რა. ქართველებიდან უკაცაგებია შოთი, ხო, რა თქმა უნდა. მე მაქვს ხოლმე ერთი ასეთი შეკითხვა ჩვენს გადაცემაში, ყველას ტომას ვეკითხები ამას. ნადენი მაქვს ხელფასი? არა. კანიევესამდე. 5 მომენტი, 5 კადრი, 5 რაღაცა სიტუაციური რაღაცა, რასაც აი წარმოიდგინე რომ გადაშენდა ამოწყდა დედამიწა, მერე თავიდან რაღაცეები ადამიანები მოიხოდნენ და მაგათ დაუტოვებდნენ უცხო პლანეტელებს რომ ჩამოვიდნენ ახლა. 5 კადრი მითხარი, პროსა სპორტიდან, ნებისმიერი სპორტიდან, რომელსაც შენ არასდროს რაც ნანახი გაქვს არ გამოტოვებდიან, რაც ნანახი არ გაქვს და დაუტოვებდი შემდეგ, ასე ვთქვათ, გენერაციებს და თაობებს. ვა, სპორტიდან? ხო, უეჭველი სპორტიდან. სპორტიდან ალბათ აი მოიცა გეტყვი ხლავე. ხლავე გეტყვი. მოვიფიქრებ ხო შეიძლება? კი, შეგიძლია. ერთი ალბათ რაც არის სოფლიო ჩემპიონატის ფინალში რომ მას ბოლო წამზე ბურთს რო აუღებს მარტინესი რო აუღებს კოლომუანის მაგას დაუტოვებდი იმიტომ რომ მაგან შექმნა ეპოქა მე საფრანგეთის ფანი ვარ მაგრამ მესი რო მოიგო ვა აი ასწორებს მაგას აი მაგას უეჭველი დავტოვებდი ერთი კრისტიანო რონალდო რო ბუფონს მაკრატელას უტანს და მთელი ანუ იუვენტუსის ყველა ფანი ტაშს უკრავს აი ამ ბურსგლოს მაგ მომენტზე მაგას დავტოვდი ორი ფეხბურთთან ხო არის კიდე აუცილებლად დავუტოვებდი კიდე მე ქართველი ვარ და ქართულიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელო რა თქმა უნდა ხო შეგიძლია რომ ვაშინო შაუდა თუაშვილი რუსთან არცხებს და აი ამას რო უკეთებს აი მაგას დავუტოვებდი აუცილებლად კონთ არა ისე როგორც ორუჯოვთან თხილად არის ეს ბრავო შენ შემოგევლე შენ აი საქართველოს გილოთავს
ლაშა აი რაღაც ნახევარი წუთი დარჩენილი და აი ეს არის ბრძოლის უნარიანობა. ბოლომდე ბრძოლა 2 ვაზარი. ო აი 8 აგვისტოს ქართველი არ წააგებდა რუსთან გამორიცხული. აიტო ძალიან მნიშვნელოვანია. კიდე იცი რას? წონის აწევაში იყო გერმანელი სპორტსმენი ასე. ვიცი რომელი ისტორიაზე სამას, სასწაული ისტორია. მეუღლე გარდაეცვალა და მეუღლის გარდაცვალებას მეუღლეს მიუძღვნა ეს აწია წონა და აი ბოლო მისვლაზე აწია ბოლო წონა და აიღო ოქროს მედალი. აი მე გვარი დამოვარდა ტირილს იწყებს სიხარულისგან რა და აი ძალიან ბურძგლავს მაგ მომენტს რო უყარ ხო აი სულ ბურძგლავს და მეტირება რა და აი მაგ მომენტს აუცილებლად დავუტოვებდი ჰოლოვეირო მეოთხე იყოს ჰოლოვეირო ჯასტინ გეიჯის ანოკაუტეს ბოლო წამზე შუაში რო ეძახა ხო აი მოდიო შუაშიო და რო ანოკაუტეს მაგას დავუტოვებდი აუცილებლად და კიდე მეხუთე ეს გეტყვი, ძალიან უცნაურს. ჰაკუხო, იცი ვინ არის ჰაკუხო? სუმო. ჰაკუხოს ბოლო სეზონი იყო სუმოში. იოკოძუნა იყო ჰაკუხო და მომუვალი ლეგენდა, ანუ ვისაც ქონდა პრეტენზია რომ ახალგაზრდა იყო და მოგებული ქონდა ბავშვები და იოკოძუნა არის ახლა და ეგეთ ადამიანს ებრძოლა და ჰაკუხომ კარიერა 15 ბრძოლა სუმოში. ჰაკუხომ კარიერა დასრულა 15-0-ზე, ანუ ბოლო სეზონი იყო, რომ აი ბოლო ბრძოლა იყო და 15-0-ზე და გავიდა და თქვა, რომ აი მე ვარ ყველა დროის საუკეთესო და ჩემზე მაგარი ამ სპორტში ვეირადროს ვერ მოვა, იყო ეგ განაცხადი, რომ კარიერის ბოლო სეზონი ჩაატარა 15-0-ზე. ანუ 15-0-ზე არის, რომ ძალიან ცოტა სუმოტორს თუ გავუკეთებია ეგ, რომ 15-0-ზე დააგისო 15 მოგება. და ბოლო წელი ეგრე ჩაამთავრა და დაანახა მთელ სუმო სამყაროს, რომ აი შეუდარებელი რა, იმიტომ რომ ჰაკუჰოსნაირი დომინაცია არც ერთ სპორტში არავის არ ქონია. არც მესის ფეხბურთში, არც ლევან საგენაშვილის კლავჭიდში, არავის არც ერთ სპორტში. ჰაკუჰო არის აი ძალიან დიდი რა. აი მაგ ბოლო სეზონს ვანახეთ უსხობანით. ზუსტად მაგას გავუმარჯოს მაშინ. ჰაკუჰოს გავუმარჯოს. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ვახოს სტუმრობისთვის. პირიქით ძმა ხარ რო გაგახსენდი მე. ჯიგარი ხარ ძალიან. შევხვდებით კიდევ ბევრჯერ მრავალგზის შეგვიძლია რომ კიდე ბევრი ვილაპარაკოთ სპორტზე, ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე რაც გვიყვარს. მე რაც ვიცი ვილაპარაკებ და მე ეხა ფეხბურთი მე მაგრა არ ვიცი მეგობრებო ვაღიარებ ხა. არ არის, ცოდნა არ არის, თავარი არის სიყვარული ჩემი აზრით. ფაქტი არის, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ჩარტყი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ვინც გვიყურეთ. დიდი მადლობა დიდგორი ბარს და შევხვდებით Cooling Break-ის შემდეგ ეპიზოდში. ლაიქები.